Okay, okay. დღევანდელი ლექცია იქნება speech to text მოდელებს, მარტივად რო ვთქვათ. სხვადასხვა სტილის მოდელებს მიმოვიხილავთ, რაც შეიძლება რაც გამოსადეგი გამოგვადგეს ოლიმპიადაზე. უფრო მეტად მაგ რაც მოლოდინი რა სტილის მოდელები ზე იქნება გამახვილებული ყურადღება და რატო დაამატეს ზოგადად. და ნუ მაგასაც ვიტყვი ბოლოში. მაგრამ ხო ნუ რაც ზოგადადაც რო ვიცოდეთ, რა შეიძლება ვწდებოდე და რა სხვა იყოს რა მაგალითად. მიზეს მაგიტო რაც სხვა სტილის მოდებლებიც თან რომლებიც რაც timelines მიხედვით რო დავალაგოთ, ჯერ სხვა სტილის მოდელები იყვნენ, ახლა რაც შეიცვალა ტენდენცია და სხვა სტილის იქნება და მაგას რო გავუყვეთ ასე თუ ისე რა. ხო. Okay. ნუ ხო რაც დაახლოებით მიზანი რაც იქნება და როგორც განვიხილოთ, რაც სამი მოდელი იქნება ნუ იდეაში სამნახევარი შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ რაც ერთი ცოტა მეტი ლაპარაკი მომწევს. სალამი. განაჩვენოთ. ხო. აი, მოკლედ გავიმეორებ, რომ speech to text მოდელებს გავარჩევთ დღეს. და ხო, ნუ ყველა მოდელში რაც თავიდან არქიტექტურას ახსნი, input-ი როგორ მოძრაობს ამ არქიტექტურაში, ტრენინგი როგორ ხდება, loss-ი რა არის. აი, იქნება რაც მიზანი თითოეული მოდელის. და დავიწყოთ how to wake-ით. ამ papers metas მოდელი არის და რაც ორი ვერსია ქონდა და რაც ნუ ძალიან დიდი განსხვავება არა იდეაში. და ხო ნუ ამ შემთხვევაში რაც მეორე ვერსია მაქვს გარჩეულ. არქიტექტურულად ან წინა ლექციაზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეგვიძლია იდეაში სპექტროგრამაში გადავაქციოთ და სპექტროგრამაზე ვიმუშაოთ. ამ შემთხვევაში პირდაპირ raw waveforms-ზე ვიმუშაობთ. ან გვაქვს რაც 16 კილოჰერციანი აუდიო და კონვოლუციის ქსელებს მოვუდებთ ამათ. რომელიც გვაძლევს დაახლოებით 50 ვექტორს წამში. და ნუ ეს 50 ვექტორი გვაქვს წამში და შემდგომ ასე რომ ვთქვათ იყოფა მოდელი. ერთი არის რომ გვაქვს რაც context network-ი და მეორე არის კვანტიზაციის მოდული. ამ codebook-ებზე მე უფრო ავხსნი, ან შემდეგ სლაიდებზე. რა არის ზუსტად და რატო იყენებენ და რაში იყენებენ ხოლმე. მაგრამ ნუ აქ რაც დაახლოებით ვიცოდეთ, ისე დონეზე ვიტყვი რა. აი ახლა რატო გვაქვს ეს ორი მაგალითად გადავიდეთ, შესაბამისად რაც გადავიდეთ flow როგორი არის თვითონ input-ის. Input-ის flow-ა შემდეგნაირად ხო ნუ feature encoder-ი გვიბრუნებს რაც 512 ზომის ბევრ ვექტორს, ან წამში 50 ვექტორი შესაბამისად საკმაოდ ბევრი ვექტორი არის. და შემდგომ randomly ვმასკავთ რომელიღაც ვექტორებს. ეს ვექტორები რო დაიმასკება, არადამასკულ ვერსიის კვანტიზაციას ვაკეთებთ აქ. და ამ კვანტიზაციას ავხსნი რა არის და როგორ ხდება. და ხო რაღაც დაახლოებით მიზანი რა არის ტრენინგში ჩანს უკვე რომ მიზანი არის ანუ ამ ტრანსფორმერის ბლოკებმა, რომელიც კონტექსტს აბრუნებს, unmasking-ი უნდა იქნას, ან უნდა დაისწავლოს რა იყო დამასკული. და ამას სწავლობს ამ კვანტიზაციის მეშვეობით რა. ან საბოლოოდ ზოგადად რა, ანუ ენაში მაგალითად რა განსხვავება ენასა და აუდიო შორის რა. ენა არის დისკრეტული. შეგვიძლია ძალიან მარტივად discrete space-ში ვიმუშაოთ, იმიტომ რომ რამდენიმე რა ანუ ეს token სივრცე საკმაოდ პატარაა რა.
აქ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს. შესაბამისად რაც, ანუ ნებისმიერ სიტყვა ძალიან ბევრნაირად შეიძლება ითქვას და მისი რაც დისკრეტიზაცია რთულია. ეს რო დავუმასკეთ მაგალითად ანუ ამ პროცესის მერე ეს კვანტიზაცია დავუწყოთ მაგალითად. არის შანსი რომ რაიმენაირად გავუმართოთ, რომ აი კონტექსტ ნეტვორკმა აღადგინოს დაკვანტული ვექტორები. რამე იდეა ხო არ გაქვთ მაგალითად. ესენი არის რაც ვექტორები რა. 512 ზომის ვექტორია თითო მაგალითად. და დავუმასკეთ რაც ორი ვექტორი. ორი 512 ზომის ვექტორის რაც ინფორმაცია შევცვალეთ learnable parameters ინფორმაციით რაც რა ვექტორით. როგორ შეგვიძლია დავისწავლოთ ამის გარეშე. აქ აი მე იდეა მაგალითად. ანუ ვერ მივხვდი ზუსტად როგორ შეგვიძლია ანუ აღვადგინოთ ეს განსკული. კი, აი როგორც რაღაც ენკოდერ ბერტში როგორც კეთდება რა სიტყვას. ეგეთი რამე შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. რატომაც არა, ანუ და ლოსი რა იქნება? ანუ თვითონ ერთი პრობლემა უბრალოდ ის იქნება, რომ თუ არა, ანუ ბორცაც ეგ პრობლემა აქვს, უბრალოდ შემოგვიწევს positional encoding-ების გაკეთებაც და ეგ იქნება positional encoding-ებს ჩავთვალოთ, რომ feature encoder-ი ითვისებს რა. ანუ ნუ თვითონაც ეგრე აქვს რა, ასვანში ჩათვლილი და მართლაც ეგრე მუშაობს, რომ feature encoder-ი რადგან კონვოლუცია არის 1D, ითვისებს მაგრორს, ითავსებს მაგრორს, რომ positional ანუ ესენი უკვე არის positional encoded ვექტორები ჩავთვალოთ რა. კონტექსტ რეგრესიის ლოსი რო გავაკეთოთ უბრალოდ. რეგრესიის ლოსი რო გავაკეთოთ ვექტორებს. ხო. ნუ შეიძლება დაახლოებით კი. ანუ რეგრესიის ლოსი MS ლოსია რა? ხო. ანუ პრობლემა რა არის რა მაგაში რეგრესიის ლოსში და ზოგადად ნებისმიერ ან მსგავს მეთოდში რა. ძალიან რთული ტასკი ხდება იმისთვის რომ მოდელმა დაისწავლოს ანუ და თან შეიძლება არ იყოს რაც ფასეული რა მაგი ეგრე ძალიან დეტალებში დასწავლო ვექტორის თვითონ. ანუ მე მინდა უბრალოდ იმას გავუსვა ხაზი და გაიაზროთ რა განსხვავება არის ფუნდამენტური ბერტსა და მაგალითად ამ შემთხვევაში აუდიო შორის რა, ტექსტსა და აუდიო შორის განსხვავება. ნუ რატო არ შეგვიძლია უბრალოდ დავუმასკოთ და მე ვცადოთ რომ აღვადგინოთ იგივე. ან ბერტში რა გვაქვს ლოსი რა მაგალითად. cross entropy. კი ბატონო. cross entropy ლოსი არის. cross entropy ლოსი გვაქვს რაღაც space ხო? მაგალითად, ნუ რამხელა ისიც გვაქვს რა, tokenizers vocab size რაცა მაგ ხაზაზე. ხო. ამ შემთხვევაში არ გვაქვს x space. ანუ ამ შემთხვევაში რაც მაგას ვერ ვშვებით რა, cross entropy loss-ი ვერ გვექნება. მაქსიმუმ შეიძლება ვქნათ ეგ რაც ჩვენ თქვი რომ მოდი რაღაცნაირად დავისწავლოთ რომ აი ეს კონტექსტ C ვექტორსა და ამ ვექტორს შორის L2 იყოს რაც შეიძლება დაბალი. ან რაც ნუ ეგეთი რამე შეგვიძლია შევქმნათ რა. თქვი ხოლმე პირდაპირ რომ აქეთ არის გადამოწყვეტი. ისეთი რაღაც რომ გავაკეთოთ რომ ვექტორები, ანუ ყოველ ერზე, ანუ თვითონ ეს არ ვიცი, ანუ რამდენად კარგად იმუშავებს, მაგრამ ანუ რაღაც ემბედინგები დავისწავლოთ და ყოველ ერზე, ანუ თვითონ ბერტის ნაირ მოდელს რომ გავუშვებთ და ეგ მოდელი რომ მოგცემს რაღაც ანუ ვექტორებს რომ გარდაქმნეს რაღაც ამ დამასკულ ვექტორებად, ამ ვექტორებსა და ჩვენ ნასწავლ ემბედინგებს შორის ყველაზე ახლოს, ანუ ემბედინგებიდან ყველაზე ახლოს ავიღებთ და მაგეებით შევცვლით, ანუ თვითონ Q-ში და ანუ Q-ებს და მანდიდან cross entropy-ს მაინც გამოვიყენებთ. ოღონდ ანუ არის ძალიან ჩახლართული არის.
ვერ მივხვდი დიდად სიმართლე გითხრა რა თქვი, ანუ რაღაც მომენტში დავიკარგი. თავიდან ვიტყვი, ცუდად ნაწყვეტავს თქვი. ანუ მე ვთქვი, რომ ემბედინგებიც დაისწავლოს მოდელმა და ყოველ ჯერზე, ანუ ეს context network-ი რომ მოგცემს რაღაც ვექტორებს, რითაც ანუ მაგ ვექტორებსა და ჩვენ ნასწავლე embedding ვექტორებს შორის ყველაზე ახლო ავიღოთ, ანუ უფრო კარგად, ანუ უფრო სწორად როს თქვა. embedding ვექტორებს შორის ყველაზე ახლო მოუძებნოთ, რაც იმ მოდელის ხო, მაგრამ არ გვაქვს ეს embedding, ანუ ეგეც დაისწავლოს რა არის embedding. ხო და რა დაისწავლოს, ანუ embedding-ი რა არის, ანუ ამ შემთხვევაში ეს feature encoder-ი ხო რაღაც არ გვიბრუნებს, ანუ raw waveforms, ანუ ეს feature encoder-ი არის უბრალოდ კონვოლუცია, ანუ ნებისმიერი რაც ტექსტის შემთხვევაში თუ რაღაც ნებისმიერ ტოკენს ერთ და იგივე embedding-ი მიენიჭება, აქ ანუ ყოველთვის სხვადასხვა embedding-ები, ისინი ვექტორები არის ესენ, ხო, ანუ იმის ალბათობა, რომ ეს ვექტორი ზუსტად იგივე იყოს, საჭიროა, რომ waveform-ში ზუსტად იგივე რიცხვები ეწეროს რაღაც ამდენი რა, ვერსმინუ. ხო, და შესაბამისად, ანუ არ გვაქვს რა ეგ რაც embedding-ის ცნება არ გვაქვს აქ არაფერი რა. ეგაა პრობლემა. ანუ შეგვიძლია რეგრესია ვქნათ მინიმუმ რა, ეგაა რა. რეგრესია რო ვქნათ, მე ყველა embedding-ი ერთნაირი არ გახდება? რეგრესია რო ვქნათ, კაი, მას დავფიქრდე. კაი, ვქნით რეგრესია. კონტრასტივი უნდა ვიხმაროთ, ხო? ყველა embedding-ი შეიძლება გახდეს ერთ და იგივე? არა. არ მგონია. შეიძლება feature encoder-მა დაენკოდოს ისე, რომ ხო. შეიძლება კი. feature encoder-ი მიხვდება, რომ მოდი დავაკოლაფსოთ უბრალოდ რა. და ესეც დააკოლაფსებს ალბათ მე. მაგრამ kinda ეგ პრობლემა აქაც იქნება ალბათ. თუ არა მეცნა. ნამდვილად ვერ იქნება. კაი, მოდი დავაგრძელებ და მე დავფიქრდეთ ერთად. feature encoders FC layer-ი არ უნდა ქონდეს. feature encoder-ი უბრალოდ ანუ ფაქტურად შეიძლება მაქსიმუმ ნორმალიზირება გავუკეთოთ, იმიტომ რომ თუ რაღაც FC layer-ი ან რაღაც ეგეთი ექნება, მაშინ უბრალოდ დააკოლაფსებს თავიდანვე და ხო, ანუ არაფერი ლოსი არ იმუშავებს. ხო, ანუ შეიძლება აი კიდევ positional embedding-ები დავუმატოთ და მაქსიმუმ ეგ იყოს. კაი, რაც ფიქრობ არის, რომ იდეაში ეხლა როგორც არის მე მგონია, რომ თითქოს აქაც უნდა იყოს ეგ პრობლემა. რომ აი feature encoder-მა თუ option ნულები და ანუ ამან თუ სიტყვაზე სულ ნულიანი ვექტორები დამიბრუნა. და ამანაც დაისწავლა, რომ მოდი ნულიანები დავაბრუნო რა, ანუ ეგეთი flow რო წარმოვიდგინოთ. მაგ შემთხვევაში ანუ ამ ნაწილს ავხსნი, მაგრამ ეს ნაწილი ხო რაც ყოველთვის ერთ და იგივე ვექტორთან იქნება შესაბამისად. და მაინც ხო ანუ შეიძლება არსებობს მაინც ეგეთი ადგილი, სადაც დაკოლაფსდება. მაგრამ არ არის სტაბილური ადგილი ეგ. ანუ ალბათ ეგრე. კარგი, მოდი გადავალ ამ ნაწილზე და უკეთ რაც თქვენს რო იცოდეთ, რას ვფიქრობ ზუსტად რა. ანუ რა შვება ეხა ეს კვანტიზაცია. კვანტიზაცია შვება ეგეთ რამეს, რომ გვაქვს ორი codebook-ი. ამ codebook-ში არის რაღაც რაოდენობის ვექტორები მოცემული რა. და ამ ვექტორების ხანო ეს ვექტორები თავიდანაც random არის არჩეული სიტყვაზე და შემდგომ ინაცვლებს ტრენინგის განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ადგილებში.
და მიზანი არის რომ კვანტიზაციას ვაკეთებ ჩანდეგნაირად რომ რაც მაგალითად ეს ვექტორი გვაქვს ამ ვექტორის კვანტიზაცია თუ გინდა ყველაზე ახლოს დგომი ვექტორი ავირჩიოთ ამ ჩვენი რაც პრეინიციალიზებული ვექტორებიდან რა ეგა მუღამი და გვაქვს ორი კოდბუქი ამ შემთხვევაში და ნიშნავს რომ გვაქვს რაც ანუ რაც ჯერ ავირჩიოთ ერთს, მე residual connections გავაკეთებთ, ანუ გამოვაკლებთ საწყის ამას, ინიციალიზებულს და მე მაგის encoding-ს გავაკეთებთ ახლიდან კვანტიზაციას მეორე codebook-ით. და საბოლოოდ გვექნება ანუ ამის მუღამი რა არის რა კონტექსტში რატო ვაკეთებთ მუღამის არის რომ რეალურად ეს აკეთებს რაღაც სივრცეში კვანტიზაციას ხო ანუ ორი კოდბუქი თუ გვაქვს და თითოეულში არის 10 ვექტორი სიტყვაზე ვამბობ შესაბამისად 10 ჯერ ორი ვარიანტი არის ხო თუ რომელი ვექტორი შეიძლება იყოს არჩეული საბოლოოდ ეგ ნიშნავს რომ ხო ანუ რაც სივრცე გვაქვს უკვე განსაზღვრული რა საბოლოოდ რომელი ვექტორები შეიძლება მივიღოთ და შესაბამისად შეგვიძლია უკვე ამ ვექტორებში არჩეულსა და ამას შორის მარტივად გავაკეთოთ განზომიერება ეს არის ხო ანუ ეს ნაწილი რა CT დაგენერდა რაც რომელიღაც ან ეს დამასკული ტოკენის ვექტორი იყოს რა იმ ტრანსფორმერ მოდელში შესული. და ჩვენი მიზანი არის რომ იყოს რაც ხო ანუ აქ იყენებენ ინფლუენსის და მაგიტო არ გამოვა, მაგრამ აი თითქოს მაინც არ უნდა იყოს ეგ პრობლემა თუ ფიჩერი თუ თვითონ აქ ეს დაკოლაფს და მე მგონი მოკლედ ხო ანუ თელი მუღამი არის რომ ეს რო დავაენკოდეთ რა ამ კვანტიზაციით მაგასთან შეიძლება ახლოს იყოს ეს ვექტორი და შორს იყოს სხვა ვექტორებისგან დაენკოდებულისგან მაგრამ აქ ხო ანუ რადგან რაც სივრცე არის განსაზღვრული ამ კვანტიზაციის შესაბამისად მარტივი არის უფრო ტრენინგის პროცესი რა ან ჩოლობრუ პირდაპირ ამ ვექტორის დასწავლა არ ხდება და ხდება პატარა ან დისკრეტულ სპეისში არსებული ვექტორების დასწავლა. რაც ამარტივებს საქმეს კონტექსტისთვის, ან კონტექსტ ნეტვორკისთვის რა. ანუ ერთ წუთით ეს ზუსტად ანუ საბოლოოდ ან ტრენინგი როგორ ხდება? ანუ თავიდან რაღაც ტრენინგი ხო ანუ ჯერ ხდება self supervised ტრენინგი რა. მაქედან რომ დავიწყოთ. შესაბამისად ანუ აქ ავსწავლობთ ზოგადად იმას რომ აუდიო ტექსტად გადავაქციო. აუდიო როგორია, მაგას ვსწავლობთ რა. მაგიტო ტექსტი გვერდზე გადავდოთ და უბრალოდ ვცდილობთ აუდიოს რაც ემბედინგები შევქმნათ რა, როგორც ტექსტზე იქნება დაახლოებით იგივენაირად. ერთ სტილში. კარგი. და ანუ რაც masked audio modeling-ი დავარქვათ შეგვიძლია რა. მაგრამ აქ მე მაინც ვფიქრობ რომ ზუსტად იგივე პრობლემა შეიძლება მოხდეს, რომ feature encoder-მა თუ ნულიანი ვექტორები დამიბრუნა სულ, მაგ შემთხვევაში კვანტიზაცია სულ ერთ წერტილში მოხდება და კონტექსტით დაიზეპირებს მაგას რა, მაგ წერტილს. დიდი ალბათობით feature encoder-ი უბრალოდ ანუ feature encoder-ში გულისხმობ მაგალითად positional embedding-ი რომ დაამატოს და მეტი არაფერი, ახლა შეიძლება ნორმალიზირებას, იმიტომ რომ თუ რაღაც layer-ი ქონდა FC მაგ ან ნებისმიერი ეგ პირდაპირ convolution-ები აქვს. ხო. convolution layer-ები აქვს. პირდაპირ არ დააკოლაფს FCD-ში. ანუ დიდი ალბათობით რავი, ანუ გაგული ეგეთ ფერები ხო? მაგალითად bootstrapping video latency რა იყო? BYOL ვიწერება რა.
Mike Paper-შიც იყო ეგ მომენტი მაგალითად, რომ self-supervised learning ხდება, მაგრამ არსებობს რაც ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება ყველაფერი დაკოლაფსდეს, თუმცა ეგ ადგილი არის რაც არასტაბილური. და მტკიცდება კიდეც, რომ არასტაბილური არის, იმიტომ რომ loss idea-ში სხვა რაღაცის ოპტიმიზაციისგან მიყავს, პირიქით პირიქით მაგ ადგილიდან სხვაგან მიყავს რა. სადაც შეიძლება დაკოლაფსდეს და შესაბამისად ვერ მოხდება უბრალოდ, მაგ ადგილში ვერ გაიჩნდება რა უცბად თავისთავად. აქაც ალბათ რაღაც იგივე თეორიასავით იქნება რა. ვერ დაკოლაფსდეს. თუ loss ნულთან ახლოს ძალიან დაუახლოვდა ნულს, რომ ყველაფერი თუ loss ნული გახდა, ხო მე ვეღარაფერს ვეღარ ისწავლებს მოდელი, გრადიენტები ნული. ხო, მაგრამ მაგის ალბათობა არის, რომ feature encoder-ში უცბად ყველაფერი, ბევრი რამე ერთიანად ერთდროულად უნდა მოხდეს რა. feature encoder-ში weight-ები უნდა გახდეს ისეთი, რომ ალბათ სულ ნულიანები ეწევს მაგ weight-ებში. და ამან უნდა დაისწავლოს მერე ეგ წერტილები მაინც რა. და თუ იმას ვიტყვალისწინებთ, რომ ხო, random initializable-ებია ესენი. მაგ ადგილში რომ დაკონვერტდეს, ეგ ყველაფერი რო გაიაზროს უცბად, ეგრევე ხო ვერ მოხდება რა. თუ loss-ის სხვა ადგილისგან უბიძგებს და ამ ადგილისგან არ უბიძგებს, მაგ შემთხვევაში ვერ დაკოლაფსდება ეგრე მარტივად. ეს ნაწილი გასაგები არის და self supervised როგორ მუშაობს რა. კი. აქ არის ერთი პრობლემა. და არ ახსნით ძალიან დეტალებში. მაგრამ პრობლემა არის ეგეთი, რომ კვანტიზაციისას ჩვენ ვირჩევთ რაც მინიმალურ დაშორებიან ვექტორს. და როდესაც ეგეთ რაღაც ვაკეთებთ, მან პრობლემა იჩნდება ხოლმე მე ბეკვარდი როგორ გაკეთდეს. იმიტომ რომ ხო არ არის ეგრე მარტივად განმარტებული რა. გრადიენტი ნული იქნება ბევრგან და უბრალოდ ენკოდერი ვეღარ დააპდეიტდება რა ეგეთ დროს. მაგიტო იყენებენ მერე საფცეწერება ქარა Campbell noise-ის იყენებენ ხოლმე. რუსაცერი. არც არის ალბათ აქ, მაგრამ ხო, Campbell noise-ის უმატებენ ხოლმე და ეს loss-ი რაღაც ეგრე არჩეული მერე რა. მათემატიკურად მუშაობს, მოკლედ რა. შეგიძლიათ რა დეტალები მერე ნახოთ. მე ვთვლი რომ ხა ამის დეტალებში ეგრე ძალიან ცოდნა რაიმეში წაიგადგებათ რა. შეიძლება წაიგადგეთ, მაგრამ overall ცოდნას არ გაზრდის რა დიდად. აიტო ეგ ისე რო იცოდეთ რა. ეგეთ პრობლემები არსებობს. ეს ნაწილი თუ გასაგები არის და ოკეია. შენ გადავიდეთ find. ვერ მივხვდი, თვითონ ვეღარ მოვყავი. კვანტიზაციაზე რა ხდება? ჩვენ თავიდან ვაგენერირებთ ბევრ ვექტორს და მე ბევრ ვექტორს ვადარებთ რაღაც დაგენერირებულ თვითონ კვანტიზაციაზე დაახლოებით ეს ხდება რა. ჯერ მარტივად რა გავიაზროთ, ამაზე გადავალ მე ამ ნაწილებზე, მაგრამ ეს ხდება რომ რაც წერტილი გვაქვს და უბრალოდ ვარჩევთ ამ ვექტორთან ყველაზე ახლოს დგომ შვენით ინიციალიზებულ ვექტორს. მაგას ვსადაგებთ რა. ეგ რაში გვეხმარება ახლა ზოგადად? გვეხმარება იმაში, რომ ამის ალბათობა რომელიმე უბრალოდ ამის სავარაუდო მნიშვნელობები არის უსასრულო ხო რაღაც
ძალიან დიდი სივრცე არის. ეს წერტილისაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის უკვე დისკრეტული სპეისი არის იდეაში. იმისა მიუხედავად, რომ ჩვენ თარჩეული რაც ვექტორებია, მაინც დისკრეტულს უსადაგებთ რა. ან საბოლოოდ როგორც ტოკენი, ანუ რაც სიტყვის ტოკენი არის, embedding-ი და ვამბობთ, რომ ხო ეს embedding-ი რა 512 ზომის ვექტორია რა სიტყვაზე. მაინც დისკრეტულია, ხო? ანუ ფაქტურად ხო, ანუ კი მივხვდი, ანუ მეც დაახლოებით მაგას ვიძახდი, ოღონდ მაგ ვექტორებს ჩვენ თუნ კი არ ვარჩევთ, არამედ მოდელი სწავლობსო. ხო, ანუ და მე მაგ ვექტორებზე კროს ენტროპის ვაკეთებ. მაგ ანუ და ყველაზე ახლო ვექტორებზე კროს ენტროპის ვაკეთებთ. Yes. Und ხან აქ რაც კროს ენტროპიზე რომ ეგეთ პრობლემები არის, შესაბამისად აკეთებენ ანუ კროს ენტროპის არ აკეთებენ ეგრე რა. ინფლუენსის მსგავსი ლოსი არის რა, ანუ კონტრასტივ ლერნინგი უფრო მეტად ვიდრე კროს ენტროპი. ეგ არ ვიცი მე კონტრასტივი. ხო, ეგ საჭიროა რომ იცოდე. კონტრასტივი ხო, ანუ ჯობია რომ სხვადასხვა ლექციებში გავიარეთ კონტრასტივ ლერნინგი და მაშინ ჯობია რომ ან მაგ ლექციებს უყურო ან YouTube-ზე ნახო რა. კარგით ნახო, ან ამ ჩარტის შემდეგ ხო. Okay. კარგი. გავაკეთეთ ეს self-supervised და ეს კონტექსტზე გვიბრუნებს ვექტორებს, რომლებიც აუდიოს ვექტორებია ჩავთვალოთ რა. და რაოდენობრივად ისევ წამში გვაქვს რაღაც ამდენი რა, 50 ვექტორი. ახლა გვინდა რომ მივიღოთ ტექსტი, რაც იყო ჩვენი მთავარი მიზანი. მაგრამ ამას ყოველთვის პრობლემა აქვს. პრობლემა არის შემდეგი, რომ ფრეიმების რაოდენობა ბევრად მეტი არის, ვიდრე ქარაქტერების რაოდენობა. ან თითოეული ქარაქტერი შეიძლება იყოს გაწელილი ბევრ ფრეიმზე რა. ანუ A თვითონ სიტყვა ASO შეიძლება ითქვას, რაც 15 ფრეიმში სიტყვაზე რა. რაც პრობლემა. მაგიტომაც ანუ ეგეთი დონის alignment-ი არ გვაქვს რა და ჭკვიანური ლოსის მოფიქრება იყო საჭირო. ამ შემთხვევაში CTC ლოსი არის ეგეთი ლოსი, რაც მოიფიქრეს. ეგ ნიშნავს, რომ მოდელმა რაღაც ნებისმიერ სტილის განზომიერება დააბრუნოს, კონდეს ალფაბეტს დამატებული blank ტოკენი, რომელიც უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს, ანუ emit nothing არის, literally. და დავისწავლოთ უბრალოდ რაც ან ამის ეს რო დავაკოლაფსოთ, ვიღებთ case-ს რა. და შესაბამისად ჩვენ თუ გვაქვს რაღაც განსაზღვრული სიტყვაზე სიგრძე, რამდენი ტოკენი შეუძლია დააგენეროს, მაგ შემთხვევაში შეიძლება ეგრე უბრალოდ აგენეროს რაც ჯერსი, მერე blank ტოკენი შეიძლება ესენი ბევრი იყოს, მერე A იყოს ბევრი და ასე შემდეგ. მაგრამ ხო რაც საბოლოოდ გამოდის დაახლოებით regex-ის მსგავსი რაღაც რა. ენასავით გამოდის, მატრიცას ავაგებთ. სამ მხარეს იქნება ეს მოდელის მიერ დაგენერებული ალფაბეტები, მეორე მხარეს იქნება ჩვენი განსაზღვრული ენა. ეგ ენა იქნება რომ რაც blank ტოკენი იქნება საწყისში, მერე C იქნება, მერე კიდე blank ტოკენი, მერე A, blank ტოკენი, T და blank ტოკენი. და გადაადგილება შეგვიძლია რაღაც მარჯვნივ და დიაგონალზე რა დაბლა. საბოლოოდ ანუ ალგორითმი არის, ჩვეულებრივი, რაც დინამიური პროგრამირების ალგორითმია. და მაგას იყენებენ fine tuning-ის ლოსისთვის. ესეთი რაღაც არის, რაც შეგიძლიათ თქვენ ნახოთ, ხელი დაიმპლემენტიროთ მაგალითად, რომ
რო გაგიმარტივდეთ რა როგორ მუშაობს. მაგრამ ხო არ ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ აი კინა თუ არა ზეპირად იცოდეთ რა ეს ყველაფერი. ესეთი ლოსი არსებობს. ზოგადად არ მგონია რომ რაც wow to exit დიდად რაიმე მოიტანონ რა სიმართლე რო ვთქვა. მაგიტომ არ ჩავუღმავდები ამ ნაწილს დიდად რა. გასაგები არის? არ არის გასაგები? აი. არა, მე თუ სვალაკინათ ეს ვერ მივხვდი ეს CTC-ის, მაგრამ ხო. Okay, bye. So. CTC. აი როგორ აქვს. კაი, ცოტა ანუ ვეცდები რომ ინტუიტიურად ავხსნა და არა ძალიან დეტალებში რა, მაგრამ ინტუიტიურად არის ეგეთი რამე რომ მსგავსი მატრიცა თუ გვაქვს მოცემული. ჩვენ ვიცით რა არის რა dependency validური გრაფი რა არის ეგ ვიცით რა. იმიტომ რომ შეგვიძლია ხო ანუ შეგვიძლია რა blank token-ები ვაგენეროთ მაგალითად თავიდან მე story token-ი დავაგენეროთ თან თავიდან სწორები დავაგენეროთ და მე რაც blank token-ი და მე შემდეგი ასობგერა რა და ასე შემდეგ. ამის ინფორმაცია გვაქვს და შესაბამისად რაც შეგვიძლია loss-ი დავთვალოთ მაგან გამომდინარე რა რომ ალბათობები გავამრავლოთ და დავამატოთ ერთმანეთს უბრალოდ რა ამ ვალიდური გზების. და საბოლოოდ რომ ჩავალთ ბოლოში გვეცოდინება რა არის ანუ შეგვიძლია გამოვთვალოთ ალბათობა იმისა რომ ანუ ეს სწორი არის არა სწორი თუ რამდენად არა სწორი მაგის განსაზღვრა შეგვიძლია რა. და ანუ ეგამ მთელი ან უფრო მეტად შეგვიძლია იმაზე დავფიქრდეთ რომ რატო ვიყენებთ ამას რა. და მაგალითად რატო უბრალოდ არ ვაიძულებთ რომ მოდი პირდაპირ cat დააგენერე. მაგას იმიტომ ავშვებით რომ ამდენი ფრეიმი გვაქვს რა. ამდენი input-ი გადაეცემა და თითოეულ input-ზე აბრუნებს ეს რაღაცას ხო ანუ. მაშინ უნდა დავაძალოთ რომ მოდი ესენი რო გადმოგეცემა რაღაც ხანერად ამიგენერე რა. არ ვიცი. მაგალითად და დამერჯე და რაც ნახევარი სიტყვები დამიგენერე რაღაც ეგეთი რა. შესაბამისად ანუ გვაქვს кейსი რომ პროსა encoder მოდელი არის მთელი მოდელი და encoder მოდელით გვინდა დავაგენეროთ სიტყვები რა. და მაგ სიტყვების გენერება საბოლოოდ encoder მოდელით გვაძლევს მაგ პრობლემას რა. რომ გვიწევს ანუ თითოეული ფრეიმისთვის ვაგენეროთ ქარაქტერები და ამ ქარაქტერებს შემდგომ რა უნდა რა ჭკვიანური ლოსი რა რომ დაიჰენდლოს ეგ ყველაფერი. და CTC არის ამ შემთხვევაში ეგ. ამ დაახლოებით მივხვდი ანუ მივხვდი კი. რომ ანუ თითოეული ვექტორი შეიძლება რაღაც პატარა ანუ 1-200 და მე ეს ასოები რომ გენერირდება მაგ ასოებით რეალური სიტყვა უნდა ავაწყოთ და ეს რეალური სიტყვა მაგაზე რომ მე ლოსი გავაკეთო CTC ზუსტად მაგაში გვჭირდება. კი ბატონო ხო. ანუ ეს CC ან ძალიან ბევრი ნაირი alignment-ი არსებობს რა cat-ის რა ანუ შეიძლება C გაიწელა მაგალითად და მე ვუწოთ A და T ჩქარა ითქვა ან არ ვიცი რა. ბევრნაირად შეიძლება ითქვას. და მაგას ერთი მინუსი ის ხომ აქვს რომ მაგალითად როდესაც
თუ სწრაფად ითქვა რაღაცა, შეიძლება რაღაც სიმბოლოები ჩაყლაპოს მოდელმა. ნუ ეგ ხა ყოველთვის არის, ხო? ანუ შეიძლება ადამიანმა ჩაყლაპოს ეგრე. ვერ გაიგოს. თუ ჩქარად. ხო, ეგეც. გურულების ლაპარაკი შეიძლება ვერ გავიგოთ, ხო, მაგალითად. ხო. მაგითა ხანუ ეგ პრობლემა ყოველთვის არის ყველგან რა. მაგრამ ნუ მიზანი საბოლოოდ ეგ არის და პრობლემა რომ ენკოდერ მოდელი გვაქვს, გვინდა დავაფაინტუნოთ იმაზე რომ მოდი ამ ენკოდერმავე პარე დააგენეროს ქარაქტერები და აგენეროს ბევრ ქარაქტერს რა, მაგრამ რაღაც წესი გვინდა, რითიც დავაკოლაფსებთ ამ ქარაქტერებს ერთ სიტყვაში. და ეგ კოლაფსი ხდება ამ წესის მიხედვით რა. გვერდი მდგარი და ასე ბლენკს ვაქცევთ ყურადღებას. ეგენ კოლაფსდება ერთად. და ერთ დინამიური პროგრამირება უბრალოდ რა, რომ ალბათობა ააგო და დათვალოს საბოლოოდ y=x. ოკეი. ოკეი. აი გადავიდეთ Whisper-ზე ხა მაშინ. Whisper-ი ხო რაღაც ალბათ ყველაზე პოპულარული მოდელი არის და ეს რო დაგჭირდეთ არის ამის შანსი წესით რა. მე კი მაინც გონია რომ უფრო სხვა რაღაცის გამო დაამატეს ეგ აუდიო მოდელები, მაგრამ იყოს ესეც. რო დაამატეს თუ პირდაპირ არ დაგხვდება აუდიოზე თუ ან რას გულისხმობთ რომ სხვა მიზეზის გამო დაამატეს? მე მგონია თუ დაამატეს ესე იგი საჭიროა და მაგითა დაამატეს. რაღაც ამოცანები იყო დიდი ალბათობით, რაც შეიძლება უკვე აირჩა მსგავსი ამოცანა, შეიძლება ფიქრობდნენ რომ აირჩიეთ და არ აირჩა, არ ვიცი ხა ეგ რა როგორ გადაწყვეტეს, მაგრამ ნიშნავს რომ რაღაც ამოცანები ქონდათ მოფიქრებული აუდიოზე რა უბრალოდ. და მოდი დავამატოთ ბარემ. ხო, კარგი. ახლა ხო. Whisper-ი არის ის მოდელი, რაც წინა ლექციაზე ვახსენე, რომ მოდი სპექტოგრამა გამოვიყენოთ. აქ იყენებენ ჩვეულებრივ რაც მელ სპექტოგრამას, რაც ლოგარითმულ მოდებული სპექტოგრამა მარტივად რომ გავხსენოთ და არის ჩვეულებრივ ტრანსფორმერი, ჩავთვალოთ რა. და რაც გულისხმობ, ანუ ტრანსფორმერის ორიგინალურ paper-ში არის encoder decoder არქიტექტურა, სადაც თარგმანზე არის ეგ ტასკი ხო შექმნილი. და ამ შემთხვევაში თარგმანი არის ოღონდ modality-ებს შორის. ანუ ჩვენ რაღაც სურათი გვაქვს, literally სპექტოგრამა გვაქვს, რომელსაც გარდავქმნით ტექსტად. და აქ უკვე აღარ გვაქვს ის პრობლემა, რომ მოდი რა CTC გამოვიყენო, რაღაც გამოვიყენო და ეგ პრობლემა იმიტომ არ გვაქვს, რომ encoder-თან ერთად გვაქვს decoderi, რომელიც ავტორეგრესიული არის და უბრალოდ დააგენერებს ამ ტოკენებს რა. ეგ პრობლემა აქაც რო იყოს, მაშინ გამოდის, რომ შეიძლება თარგმანზეც გქონდეს ეგ პრობლემა და საჭირო იყოს, რომ CTC გამოვიყენოთ, მაგრამ არ ვიყენებთ. და რა არა საჭირო. აი, flow მარტივი არის ძალიან. ერთადერთი რაც არის რომ transformer encoder-ამდე აქვს ორი კონვოლუციის ლეიერი ADS-ში. და მთელი მიზანი უბრალოდ ის არის რომ ცოტა დავაპატაროთ ეს input-ი. რაც ანახევრებს თუ სწორად მახსოვს, რაღაც ეგეთი. ზომაში 30 წამიან აუდიოებზეა დატრენინგებული და ასევე ნუ აი გააჩნია, მაგრამ რაც ბოლოსკენ ცოტა უჭირდა შეიძლება რა. არ არის სტრიმინგ მოდელი ასევე. ანუ ხო, ამ შემთხვევაში ეს მოდელი wow თუ ეკი. ეს სტრიმინგ არის თუ არ არის? ნუ ხო რაც. ანუ კი არის, იმიტომ რომ ფაქტურად ანუ დასაწყისშიც ყოველ რაღაც წამში რაღაც ვექტორებს გამომიმუშავოს, მანდიდან შეგვიძლია იმას აკნათ. ანუ
ჩავთვალოთ რომ სტრიმინგია, მაგრამ ანუ სტრიმინგი იმიტომ არის რომ ყოველ ინპუტზე ასოებს გარდაქმნის და მხოლოდ ანუ CTC-ით ვაკეთებთ, ანუ განმეორებადი ასოების შაკლაპასავით, ანუ ხო, მაგრამ მეორე მხრივ ან სტრიმინგი არსებობს ორნაირ, ხო? ერთი არის რომ მოდი ინფუტი გავსტრიმო და მეორე მოდი აუთპუტი გავსტრიმო, given input-ი მაქვს რა უკვე. ამ შემთხვევაში შევთვალოთ რომ input-ი გვაქვს. შეგვიძლია თუ არა ტექსტი ნელ-ნელა დავაგენერიროთ. ტექსტს ნელ-ნელა ვერ დავაგენერირებთ, მაგრამ ანუ input-ი გვაქვს სტრიმინგი. Input-ი სტრიმინგი რატო გვაქვს? ტრანსფორმერში რას გავაკეთებთ? ანუ feature encoder-ი ბაზარი არა იმუშავებს რა input streaming-ით, მაგრამ context network-ი ვერ იმუშავებს ეგრე. ნუ ხარისხიანად რა, არა. ეს bidirectional attention-ია ჩავთვალოთ რა, თან. მაგიტო არ გვაქვს იდეაში. ხო, რეალურად კი. რაღაცნაირად შეგვიძლია რა დავუყოთ რა, მაგრამ ხო არ გვაქვს. ამ შემთხვევაში, whisper-ის შემთხვევაში, თუ input-ი გვაქვს, სიტყვები შემიძლია ნელ-ნელა დავაგენერო. იმიტომ რომ, ნუ რა, ჩვეულებრივ LLM-ვითაა რა, ანუ ეს ტოკენები ნელ-ნელა გენერირდება. მაგრამ შეიძლება input-ი გადმოგვეცემოდეს ნელ-ნელა, ხო? მაგ შემთხვევაში input-ი თუ ნელ-ნელა გადმოგვეცემა, თან ანუ შეიძლება დიდი იყოს რა input-ი, 30 წამს ცდებოდეს მაგალითად. მაგ შემთხვევაში უკვე პრობლემაა. და pseudo streaming-ს აკეთებენ ფაქტობრივად რა. დაყოფენ მაგალითად მე დააგენერებენ და აი თუ რაც დამატების მერე ეს ტოკენი იგივე არის, მაშინ დატოვებენ ხოლმე ამ ტოკენს და რაც ნუ ცოტა უკვე უბრალო რაც ალგორითმი არის უიწამშალო. ხო. ალგორითმ ან ჩვეულებრივი რაც კომპიუტერული ალგორითმი არის, რითიც აკეთებენ ხოლმე მე სტრიმინგს რა. მაგრამ ეს თეორიულად input streaming-ი არ აქვს. output-ი კი ბატონო, ჩვეულებრივ აქვს. ხო. ხო, მარტივი მოდელი არის როგორა teacher forcing-ით არის დატრენინგებული, თელი მუღამისა რომ საკმაოდ დიდ დატაზე ტრენინგდება, როგორც LLM-ები ტრენინგდება და ნორმალურ შედეგს იძლევა რა. ჩვეულებრივ ხო რაც cross entropy loss-ი არის. whisper-ზე გვაქვს რა იმეკითხვა? 30 წამზე მეტი თუა ვერ გადავაწოდებ? 30 წამზე მეტი თუ არის ვერ გადააწოდებ. ანუ თეორიულად ვერ გადააწოდებ რა. შეგიძლია დააყო რაღაცნაირად და მე რომ რაღაც ალგორითმის მეშვეობით აღადგინო რა. ანუ overlap-ებით დააყო ან რაღაც ეგეთი იქნა რა, მაგრამ ანუ ესეთი სპექტროგრამა გადაეცემა თვითონ რაც 30 წამიანი ვინდოუა და მაგაზე დიდხანს თუ გრძელდება პროცესორის. შეგიძლია კიდე თეორიულად გააკეთო, რომ უბრალოდ აჩქარო აუდიო მაგალითად რა. და იმუშავებს ეგეც. ნუ ცოტა ხარისხი დაიკარგება, მაგრამ რაც მარტივი solution-ი შეიძლება იყოს ეგ, რომ sampling rate-ით აჩქარებ უბრალოდ. რაც გამოვაკადე რაც ფრეიმები და ანუ ეგეთი რაღაცები შეიძლება რა მოკლედ, მაგრამ ეს პირდაპირ 30 წამზე მეტი ვერ გადაეცემა. აი მე სხვა კითხვა? თუ აქვს. და თუ გავიგეთ რა whisper-ი, საჭიროა იდეაში რა ვიცოდეთ რა. whisper-ი speech to text-ი არის, ხო? Speech to text-ი არის კი ბატონო, ხო. Speech-ის embedding-ი თუ გვინდა ავიღოთ, ვერ ვიზამთ whisper-ით? ანუ იდეაში transformer-ის encoder-ი ხო გვიბრუნებს ვექტორებს და ეს ვექტორი არის ეგ ვექტორი არის 20
მილისეკუნდის შესაბამისი მგონია რაღაც ეგეთი თუ სწორად მახსოვს ისე პირად რაც მახსოვს რა მაგრამ გაჩნია რა შეგინდა გამოიყენო მე რა იგავ თემა ანუ ეს ხო დატრენინგებული არის ანუ self supervised რეჟიმში არა დატრენინგებული ანუ მაგისტვის არსებული მოდელები არის ცალკე რა რაც ჰიუბერტი არის მაგალითად ან რაც wow LM არის ეგეთი მოდელი რა რომლებიც მთელი მუღამი არის რომ რაც self supervised რეჟიმში მოდი შევქმნათ აუდიოს ემბედინგები ამ შემთხვევაში შეგვიძლია თეორიულად გამოვიყენოთ პირდაპირ ტრანსფორმერის ენკოდერი როგორც რაც ემბედერი მაგრამ ვერ იქნება ხარისხიანი რა ანუ რაც უბრალოდ დატრენინგებულია იმაზე რომ alignment-ი გააკეთოს რაც ტექსტთან რა და არ მოგცემს რაც სემანტიკურად დიდარ embeddings რომ მაგალითად ემოციის დეტექცია გავაკეთოთ ან რაღაც ეგეთი რა გასაგებია ხო? ეგ ნაწილი. აი. რამე სხვა კითხვა? Okay, კაი. ჩავთვლი რომ არა მეტი. არაფერი კითხვა. Okay. გადავალ მაშინ შემდეგ თემაზე რაც არის რა თქონია რომ საჭიროა უკვე ეს ნაწილი რაღაც ხრო ახალი თემა არის და მე მგონია რომ ესეთი რამე მოვა ან მულტიმოდალზე უფრო მეტად მგონია რომ მოვა რა ოქსტრალიან რაღაც ეგეთი text to speech შეიძლება არ ვიცი მაგრამ ნუ საბოლოოდ რაც ამას რაც საფხსნით გამოგვადგება ბევრ რამეში რა ამისთვის ჯერ უნდა ავხსნა რა არის კოდეკი და რატო ვიყენებთ რაში ვიყენებთ ძალიან ბევრ რამეში გამოიყენება კოდეკი და შემდგომ ავხსნი QTI-ია research lab-ი ფრანგული და მაგათ speech to text models ავხსნი როგორ მუშაობს საახლოებით რა. კაი, კოდეკი რა არის? კოდეკის მთელი მიზანი არის რომ დავაინკოდოთ აუდიო. და ხო ნუ რატო შეიქმნა იმის გამო რომ მაგალითად ტელეფონზე რო ლაპარაკობ არ გინდა რომ მთელი აუდიო გაიგზავნოს რაც კოშკამდე იქამდე ანტენა ნუ რითიც ელაპარაკები რა მაგამდე და მე ეგ ინფორმაცია რაც მეორე მხარეს ვიღაც ადამიანთან გაიგზავნოს თლიანად. მაგიტო ნუ მთელი მიზანი არის რომ დავაინკოდოთ და რაც ერთ მხარეს ენკოდერი გვექნება, მეორე მხარეს დეკოდერი გვექნება და ლაპარაკი მოხდება ჩვეულებრივ. ანუ კომპრესია არის მთელი მიზანი საბოლოოდ. ანუ ტექსტის შემთხვევაში გვაქვს რაც კომპრესიისთვის ну კომპრესია არა იგიდიაში ტოკენიზაცია ხო კაი ხო ну შეგვიძლია მე ეგ რაც კომპრესია როგორც ტოკენიზაცია ეგრეც გავიასრულოთ და მაგამდეც მივალ რა მაგამდე ეს codebook-ი ვახსენეთ აქ და აუ კიდე ერთხელ ავხსნათ რა არის codebook-ი და როგორ მუშაობს codebook-ი არის ან ესეთი რამეა ზუსტად გვაქვს ამ შემთხვევაში გვაქვს რაც ერთი codebook-ი არის და 8 ცალი ვექტორი არის ამ codebook-ში და შემომავალი რაც ნებისმიერი frame-ის ვექტორი რომელსაც ესეთი feature ვექტორით რაც იქ გვაქვს რა wow2x-ში მაგალითად ეგეთი რამე შეიძლება იყოს მიღებული მაგასაც ყველაზე ახლოს იღებსო რა ანუ რაც უკვე გავიარეთ იგივეა რა უბრალოდ არ გმინი არის ამათ შორის L2-ის რა ყველაზე ახლოს გამ
ამ შემთხვევაში ხა 8 წალი code-book vektori რადგან არის, შესაბამისად გამოდის, რომ ლოგარითმ 8 არის 2-ის ფუცით ბიტების რაოდენობა, რაც არის 3 ბიტი. 3 ბიტი ინფორმაცია ძალიან მცირე არის. ან მაგაში დიდად ვერაფერს ვერ ვისწავლეთ რა. შესაბამისად რაც 8 წალი ვექტორი ერთ code-book-ში ძალიან ცოტა. მაგის თქმა უნდა. ამ ინფორმაციებსაც მივაქციოთ ყურადღება რა. უფრო მეტად გავიაზრებთ რა არის კომპრესია რა და ზოგადად ინფორმაცია რა არის მაგასაც ხო შესაბამისად ერთი ოკეი კაი გავზრდით მაგალითად codebook vektorებს რა და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მაგრამ შეიძლება შეგვიძლია ასევე დავამატოთ codebook ან რამდენიმე codebook კი გვქონდეს რა თვითონ რაც ნიშნავს რომ შეგვიძლია ვქნათ residual vector კვანტიზაცია residual vector კვანტიზაციაში ვაკეთებთ იგივე ეს ფოტო იდეალურად ახსნის ჩემი აზრით ამ პროცესს გვაქვს რაც input embedding vektori ამ input vektorთან ყველაზე ახლოს დგამ vektorს ავარჩევთ ჩვენი პირველი codebook-იდან და residual vectors დავთვლით. ანუ რო გამოვაკლოთ მაგას რა. შემდგომ ეს residual vectors კვანტიზაცია შეგვიძლია იგივენაირად გავაკეთოთ და დავთვლით კიდე residuals და ასე შემდეგ რა. ამ მეთოდით შეგვიძლია გქონდეს რამდენი codebook-იც გვინდა იმდენი და უკვე უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელი ჩნდება რა ჯამში. ანუ საბოლოოდ ხო, ოკეი, ტოკენიზაციაზეც გადავალ. რამდენი ინფორმაციის მატარებელია. მაგალითად, თუ გვაქვს ან ჩვენ აი wow2-ში მაგალითად ხო იყო 50 რა. წარმოვიდგინეთ ამ შემთხვევაში გვაქვს 75 ფრეიმი წამში. გვაქვს ორი codebook-ი და თითოეულში არის 1024 entry. 1024 entry ნიშნავს რომ 10 ბიტი არის. 10 ბიტი მეც რა მოხდა? ოკეი. 10 ბიტი მრავლდება 75-ზე და მრავლდება 2-ზე, რაც არის 1500. ანუ 1.5 კილობიტი წამში არის რა ინფორმაცია. და ნუ ხო რაც 4 შემთხვევაში იქნება 3, 8 შემთხვევაში 6 და ასე შემდეგ რა. ეს რაც ერთი кейსი როგორ შეგვიძლია რაც რა ინფორმაცია შეგვიძლია წარმოვადგინოთ რა. n codec არის ეგეთი მოდელი და მანდა ეგრე ხდება. ეს შეიძლება შეგიმჩნევიათ მაგალითად MP3-შიც იდეაში იგივენაირად ხდება კომპრესია და არ ვიცი აი ადრე მაგალითად ვიწერდი ხოლმე აუდიოებს სკოლის პერიოდში რაც YouTube-დან და იქ იყო ასარჩევი რომ რომელი გინდა 192 კილობიტი წამი გინდა თუ 320 გინდა თუ რა გინდა 320-ზე უკეთესი იყო ხოლმე ხარისხი 192-ზე უფრო ნაკლები და იდეაში ანუ ეგ ყველაფერი ითვლება ამის მიხედვით რა რა ინფორმაციას ატარებს საბოლოოდ ჩვენი კვანტიზაციის მეთოდი. ერთ უზით მაგაზე ხო ჩვენ შეგვიძლია მოდელიც გავწვდნათ რომ ბატონო შეგვიძლია. კიდევ უფრო უკეთესი კომპრესიონი რომ მივახციოთ კომპრესიონს. კი ბატონო, იდეაში encodec-ი მაგალითად ეს რაც რაზეც აქვს ლაპარაკობ ან sound stream-ი არის კიდე ეგეთი და ახლა რაც პოპულარული არის რაც mimi codec-ი ან NVIDIA-ს აქვს კიდე ერთი codec-ი რომლის სახელიც აღარ მახსოვს. მაგრამ ხო ნუ მოდელებით არის გაკეთებული mimi codec-ი მაგალითად GAN based მოდელი არის ან sampling-ი იმით adversarial-ით ხდება ტრენინგი. და ხო ნუ ბევრად დაბალი რაოდენობის ან ბევრად დაბალი კილობიტი წამი გვაქვს
და რომ მოусმინო ძალიან კარგი ხარისხით აღდგება რა. 1.1 არის თუ სწორად მახსოვს მაგალითად კილობიტი წამი. და აუდიოს რო დაანკოდებ, ვერ გაარჩევ რა დიდად, რომელი encoded და რომელი რეალური. იმდენად კარგი ის აქვს აღდგენადობა. კარგი, ეხლა გადავიდეთ იმ ნაწილზე. როგორ ხდება ტოკენიზაცია ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში მაგალითად აქ რამდენი ხანო თითოეულ კოდბუქში არის ჩავთვალოთ ხანო არა შევარავი რამდენია რა აქ რაც წერია მაგალითად იყოს 128 ყველაზე მეტი არის ხო 128 არის თითოეულ კოდბუქში მაგალითად რა ვექტორი მაგ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგვიძლია უბრალოდ bx-ზე გავაკეთოთ ამ ვექტორების ინდექსებსა და რაც 0-დან 3-ჯერ 128 შორის რა. მაგ რეინჯზე რიცხვებზე. ეგ ნიშნავს, რომ 3-იანი იქნება 3-იანი მაგალითად 12 იქნება 128-ს დამატებული 12 და 91 იქნება 256-ს დამატებული 91, ხო? ეგეთი encoding-ი რო გავაკეთოთ. ეგ მოგვცემს საბოლოოდ იმას, რომ თითოეული ფრეიმისთვის, ანუ საბოლოოდ რა გამოვა, რომ აუდიო გარდაქმნით რაღაცა რიცხვებად რა, რიცხვების მიმდევრობად. ეგ ნაწილი თუ გასაგები. აი, ამის ინდექსები შეგვიძლია რაც მატრიცად ჩავთვალოთ მაგალითად და მატრიცაში ხო შეგვიძლია მე რაღაცნაირად იმას ვქნათ რა ქვია. ერთ რიცხვში გადავუყვანთ რა. უბრალოდ bx-ს ვაკეთებთ. ეს რო გადავაქციოთ ერთ რიცხვში რა. ისე რომ უკან ზუსტად დაბრუნება შეგვეძლოს. მაგას თუ გავაკეთებთ, შესაბამისად გამოვა, რომ ნებისმიერი მთელი ინფორმაცია იდეაში რა ამ ვექტორის შესახებ იქნება მოთავსებული ერთ კონკრეტულ რიცხვში. ეგ რას ნიშნავს ახლა? ამ შემთხვევაში მაგალითად თუ გქონდა ეს ვექტორები რა, wow2x-ში. წამში იყო 50 ვექტორი. ახლა გვექნება წამში 50 რიცხვი, ტოკენი პროსა რა. და უკვე მე შეგვიძლია რაც ამ ტოკენებზე ვიმუშაოთ პირდაპირ. არ ვიცი, cross entropy გავაკეთოთ ან რაც გავაკეთოთ. ეგ იდეა თუ არის გასაგები. და თუ არ არის რა ნაწილი არა ზუსტად რა გასაგები. რამე კი არა რომ მითხრათ მინიმუმ. მე გავიგე ყველაფერი. ოკეი. ბატონმა წაიღო. ოკეი. ხო, ის არ ჩანს ხოლმე რამ smile თუ იყენებთ რა და მაგიტო. უნდა გადავიდე და მე ან დაიმთხო ან არა. ოკეი, კარგი. მაშინ ახლა გადავიდეთ ხო რაც როგორც უკვე თქვი, უკეთესი იდეა რომ მოდი დავატრენინგოთ ეგეთი მოდელი რა და რაღაცა encoder-ი გვექნება, შუაში residual vector quantization მოხდება და მერე decoder-ი გვექნება რა და reconstruction loss-ით დატრენინგდება რა. ნუ ხო, ერთ-ერთი ეგეთი მოდელი არის MIMI codec-ი, რაც შექმნეს ამათმა რა. ამ MIMI codec-ში გვაქვს 24 კილოჰერციანი აუდიო შედის. encoder-ი არის ან causal ხდება ვონთ ეს ყველაფერი რა.
ხო, ანუ შესაბამისად რაც მთელი აუდიო არა აუცილებელი რომ გადასაიგრავე. ნენელად შეუძლია encoding-ი გააკეთოს. და ხო, ნუ იგივე მე decoding-საც იდეაში. encoderi არის რაღაც, ნუ არქიტექტურის ამ შემთხვევაში, ანუ ეს encoderi შეგვიძლია შეუსაბამოთ, ანუ იდეურად ამ feature encoders რაც აქ გვაქვს. რაცა ხო, უბრალოდ რომ სად ვიყავთ. ეს აუდიო გარდაქმნათ რაც წამში რაღაც ამდენ ინფორმაციად რა, embedding-ად. და შემდგომ გავაკეთოთ ეს RQ იდეაში. RQ, ნუ აქ ერთი განსხვავება რაც არის, რომ 32 codebook-ი აქვთ. აქედან 31 არის აკუსტიკური RQ-ს ეძახიან და პირველი codebook-ი არის სემანტიკური ვექტორ კვანტიზაცია. და სემანტიკური არის მიღებული WAV-ელემით რა. ეს WAV-ელემი როგორც უკვე აღვნიშნე, self-supervised მოდელი არის. და უბრალოდ რა, ნუ რაღაც მაჩი მაგ ინფორმაციის დისტილაცია არის მიზანი რა. შესაბამისად ხო რაც 32 codebook-ი არის, თითოეულში არის 2048 entry. ეს გვაძლევს 1.1 კილობიტ წამს. და adversarial only loss-ი არის საბოლოოდ რა გამოყენებული ამ ტრენინგში. language agnostic არის კიდე. და ნუ ეგ შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს რა. WAV-ელემი მაგალითად ვაფშე არ არის დატრენინგებული ქართულ ენაზე. არც მთელი მოდელი არა დატრენინგებული მაგაზე. მაგრამ ქართული რაც რავი აუდიო რო შეუშვა, ლაპარაკი რო შეუშვა, ჩვეულებრივ აღადგენს რა და encoding-ს უზობს. და ჟე დაატრენინგებ მე მოდელს ემოდან და ყველაფერს იცო რა. ამას შეიძლება შეხედოთ როგორც უკვე არსებული თული, რომელსაც გამოიყენებ პირდაპირ და არაფერი fine tuning-ი არ დაშირდება. ეგა უპირატესობა. ნუ ამ შემთხვევაში რაც წამში გვაქვს თითოეული ვექტორი ასახავს 80 მილიწამს, რაც არის წამში 12.5 წერტილი, ანუ 10 წამში არის 125 რა. 125 ტოკენი. ერთი ტოკენი, რაც როგორც ახსენი რა, მაგ ტოკენის მნიშვნელობა ასახავს 80 მილიწამს. და რამდენი ეგეთი ტოკენია ხა ეგ რო დავთვალოთ მაგისთვის, შეგვიძლია 2048 გავამრავლოთ 32-ზე. რამდენია? 2048 გავამრავლოთ 32-ზე. ამდენი არის. და ნუ ამას შეიძლება ამას ემატება მგონი რაც ერთი თუ რაღაცა რომ რაც კონკრეტული ტოკენები მე შეიძლება დაგჭირდეს რა. ძალკე რომ გამოყო. ხო. შესაბამისად, ანუ ამ მეთოდოლოგიით ფაქტობრივად გვაქვს უკვე ვარიანტი, რითიც შეგვიძლია დავაინკოდოთ აუდიო. დავადისკრეტოთ აუდიო. და ეხლა როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი მოდელში. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ mimi პირდაპირ როგორც ტოკენაიზერი, აუდიო ტოკენები შევუშვათ რომელიმე language model რაც LLM-ში ფაქტობრივად, რომელიც დააგენერებს შემდგომ სიტყვებს. და ნუ ეხლა კიუტაის შემთხვევაში მთელი მუღამი და ძალიან მაგარია ეგ როა გაკეთებული არის ის რომ input-ის და output-ის streaming-ი ორივე შეგიძლია გააკეთო. ანუ მთელი აუდიო არა საჭირო იმისთვის რომ გენერაცია დაიწყო და
გენერაციასაც ნელ-ნელა იწყებ რა. და ეგ ძალიან მაგარი არის იმაში, რომ მაგალითად თუ აკეთებ pipelines, რაც გაქვს speech to text და LLM და text to speech. შეგიძლია მე რო მოვრჩები ლაპარაკს, უკვე მთელი ტექსტი კონდეს ფაქტობრივად. მაგასთან ერთად LLM-მა დაიწყოს გენერაცია და LLM-ი როგორც კი დაიწყოს გენერაციას, მერე მსგავსი მოდელი თავად აქრო ტექსტები იყოს და აქრო აუდიო ტოკენებს ვაგენერებდე, მაგ მეთოდით დავაგენერო აუდიო. და ეგრევე გაგისტრიმო მაგ აუდიოს რა. ან ძალიან დაბალი latency შემიძლია მივიღო ამ მეთოდოლოგიით. და შუაში კიდე, რა ვიცი, საკმაოდ დიდი LLM შემიძლია ჩავსვა რა. ეს მეთოდოლოგია თუ არის გასაგები რა, როგორ ვიყენებთ საბოლოოდ კოდეკებს, შემდგომ იმისთვის, რომ speech to text-ი გავაკეთოთ და ნუ დაახლოებით იგივენაირად შეგვიძლია მე text to speech-იც გავაკეთოთ რა. ანუ მე ზუსტად ვერ მივხვდი, ანუ მიმი ტოკენაიზერში რომ შედის აუდიო, მაგალითად 12.5 ჰერცით, ანუ თვითონ 12.5 ანუ ხო ფაქტურად ანუ ინტერვალი არა, მაგრამ რომ შედის. მე ანუ კოდბუქის კომპრესიას რო ხმარობთ ფაქტიურად. ანუ ანუ რა ტოკენს ვხმარობთ ყოველ ერთ წამზე და მაგიტომ გამოდის 12.5 ჰერცი თუ როგორ, ანუ ვერ ვხვდები მაგას. 12.5 ჰერცი ნიშნავს, რომ წამში არის 12.5 ტოკენი. ან არა, თუ მეცა არა 12.5 ჰერცით ხდება ტოკენის აუთპუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ ერთი წამი გაყოფილი 12.5-ზე მოგცემს იმ ერთ წამში რამდენი ტოკენიც მივიღეთ. ერთ წამი გაყოფილი 12.5-ზე მოგცემს რას მოგცემს? თუ არა, უბრალოდ არა. ერთ წუთით გონი პირიქით, არა. ანუ ერთი გაყოფილი 12.5-ზე მოგცემს ამდენი მილიწამის იქნება თითოეული ტოკენი, კი ბატონო. კი. ხო, უბრალოდ ამდენი წამის იქნება, ხო. და მაგდენი წამის რომ იქნება, მაგ ინტერვალს რამდენი კოდბუქის ის შესაძლოა, ეგ ვერ მივხვდი. ანუ ერთი ტოკენი ლიტერალი რაც რიცხვი, როგორც სად იყო? აქ გამოვსახეთ, რომ მოდი ეს შეგვიძლია ერთ რიცხვად გამოვსახოთ რა. ეგ ერთი რიცხვი არის 80 მილიწამის შესაბამისი. რაც ეს მივიღეთ რა. მივხვდი კი. რაც ნუ იდეაში ხოდა კოდბუქს ახმარობთ? არა, ერთი არა, 32 კოდბუქია, რომლებშიც თუ მოიცა რამდენი კოდბუქია გაცა. ხო, ანუ აქ რა წერია 7 კოდი. ხო, რა ვიცი, მე როგორც ახსოვს 32-ია შეიძლება ეს სლაიდი ხა LLM-ს გენერებულია და pair of codebooks. Stabilio. Aman kidas paramitace. Codebooks. 32 ეწერა მან დეფოლტი. ხო, 32-ია რა, როგორც ახსოვს. შეიძლება 16-იანიც აქვთ ვერსია და მაგიტომ არა. ანუ 32 კოდბუქი არის. ახლა უკვე მივხვდი, რაც იგულისხმება. 4 კოდბუქი თუ გვექნება სემანტიკური ვიხის, მაშინ სემანტიკურზე 4 ცალი რიცხვი გვექნებოდა. რეალურად. ხო.
მაგრამ საბოლოოდ ნებისმიერ რაოდენობის ცალი რიცხვი შეგვიძლია რაც ერთ რიცხვად გადავაქციოთ, თუ ვიცით იმის რეინჯი რა არის, ხო? კი. ხო. და მაგას ვიყენებთ იდეაში რა, მაგ მეთოდოლოგიას ვიყენებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ გქონდეს უბრალოდ ტოკენების სტრიმი რა, როგორც აუდიო მოცემული. აქ ერთადერთი პატარა issue რაც გვაქვს არის ის, რომ ის პრობლემა რა, იდეაში რაც იმაში ქონდა. Wow2X-ში დაახლოებით 80 მილიწამს მაინც შეიძლება რომ ერთი ტოკენი რაც Kate მაგალითად რამდენიმეზე იყოს, ხო, გადაწეული, ან გადაშლილი. არა, იდეაში ეგ არა ეგეთი პრობლემა რა. საბოლოოდ ეს მოდელი როგორაა დატრენინგებული რა, რომ რაც delay აქვს თავიდან. მაგალითად თუ სწორად მახსოვს random არჩევს 0.5 და 0.5-მდე ან შეიძლება fixed არის. ეგ დეტალი აღარ მახსოვს ზუსტად როგორ ქონდათ, მაგრამ ან მაგდენ ხანი ელოდება რა, რომ ეს აუდიო დააგროვოს. პატარა delay მაინც აიხარ რაც. მაგრამ ძალიან პატარა. და შემდგომ უკვე ან იწყებს გენერაციას რა. ზის ამ სიტყვას მაგალითად დააგენერებს მაშინ, როცა ეგ სიტყვა ბოლომდე მოისმინა. Cats დააგენერებს მაშინ, როცა ეგ სიტყვა ბოლომდე მოისმინა. და ასე შემდეგ. და ლეიბლები, თვითონ სატრენინგო დატა როგორაა შექმნილი რა. სატრენინგო დატა შექმნილი არის Whisper-ის time stepped მეთოდით. Whisper-ს შეუძლია იდეაში word level alignment-ი მოქცეს. რაც გეტყვის რომ Kate არის ამ აუდიოში 0.5-დან 0.9-მდე მაგალითად ნათქვამი. წამამდე რა. და შესაბამისად რაც 0.9-ის მერე რო შევა, რაც შემდეგი აუდიო ტოკენი, Kate დააბრუნეთ, ხო, ეგ უნდა იყოს რაც ობიექტივი რა. სატრენინგო დატა შეგვიძლია ეგრეთ ჩამოვაყალიბოთ. ხო და იდეაში არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაქვს რა, ეს Whisper-ით გაქვს თუ რაც სხვა მეთოდებიც არსებობს და სხვა მოდელებიც არსებობს, რომლებიც მაგას გიკეთებს რა და შეგიძლია მე რა ეგ გამოიყენოს სიტყვის. თუ Whisper-ი არის გაწყობს. ეს გასაგებია? ეხლა რაც თქვი. კი. თუ არაფერი არ უნდა დავაბრუნო, blank tokens ვაბრუნებ რაღაც რა. ეგ უკვე ძალიან შეიძლება დამოკიდებული როგორ გინდა რა სტრიმინგი რო გააკეთო. ეს ყველაფერი ტექსტში შენ მოდელირებაზეა დამოკიდებული რა. და კაი, ლოსი ჩავალებრო ავტორეგრესიულია და იგივე. ამის ეხლა რატო ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მეთოდოლოგია უფრო სწორად რა და არა კონკრეტულად რაც ეს მოდელი. იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად იყენებენ მსგავს მოდელებს. Text to speech და speech to text-ები არის მსგავსი მეთოდოლოგიით შექმნილი. ასევე მულტიმოდალებშიც ქვენიც ალბათ ამ მსგავს მეთოდოლოგიას იყენებს, არ მახსოვს ახლა კონკრეტულად რას იყენებს არა. ამ კოდეკით ტოკენიზაცია ისეთი კარგად მუშაობს რა, ეგ დაადგინეს რომ საკმაოდ კარგად მუშაობს და მოდი ეგ გამოვიყენოთ. და მე რასაც ვხვდები მათი ლაპარაკიდან ფაქტობრივად ოლიმპიადის ორგანიზატორებიდან რომ აუდიოს თითქოს ძალიან თეორიულ ზონა არა საჭირო, მთავარი რაც ესეთები იცოდნენ ხო და ნახოთ. დიდი ალბათობით მოვა რაღაცა ხო გააქვს მოცემული რომელიმე ეგეთი მოდელი და რაღაცა გააკეთე. არა ხო, იქნება რაც
ესეთი რა დაახლოებით ესეთი არქიტექტურის მოდელი. შეიძლება ზუსტად ეს იყოს, შეიძლება. მე უფრო ვფიქრობ, რომ რამე აი ვოქსტრალი არის მისტრალის მოდელი და შეიძლება ეგ იყოს მაგალითად მოსული რა. ნუ ნახოთ რა იქნება. ამაზე გაქვთ რაიმე კითხვა ან რა ზოგადად დღევანდელ ლექციაზე რა. Okay. Gan, machine მოდი გავაჩერებ ჩაწერას.